მოგესალმებით, ანიმე სკუად შემისახელია ბლიზარდი, ხოლო დღევანდელი ვიდეოს თემა იქნება ჰოზუკი გენგეცუზე. ახლა ბევრი რომ არ გავაგრძელო, ჩაუჯექით ვიდეოს ჯიგრულად. ჰოზუკი გენგეცუ ფარული ნისლის სოფლის მეორე მიზუკაგე იყო. ის იყო მაღალი აღნაგობის, ფართო ბეჭიანი და დიდი წელის მქონე შინობი. მას ჰქონდა უკან გადაწეული გრძელი ნათელი თმა, ატარებდა ბლანჟეს, ეცვა შავი ქამარი და მის ატრიბუტს წარმოადგენდა ქამარი, რომელსაც მუდამ თან ატარებდა. მეორე მიზუკაგე იყო მხიარული ხასიათის მქონე ადამიანი. ის ყოველთვის აფასებდა თავის მოწინააღმდეგეს. არ ჰქონდა მნიშვნელობა ის სუსტი მეტოქე იყო მისთვის თუ არა. ბრძოლის დროს ის ყოველთვის გაწონასწორებული შინობი იყო და ყველა დეტალს გულდასმით აკვირდებოდა. რაც შეეხება მის შესაძლებლობებს, როგორც თავისი სოფლის მიზუკაგე, ის ძალიან ძლიერი შინობი იყო. მისი სიცოცხლის განმავლობაში მის მთავარ მიზეზს წარმოადგენდა ის, რომ მოეკლა მუ. ამისთვის ის თავის სიცოცხლესაც კი გასწირავდა. თავის თავს მეორე მიზუკაგე მინის მომხმარებელი უწოდა. მას შეეძლო გამოეყენებინა სხვადასხვა სახის გენჯუცუ. განსაკუთრებულად კარგად ის იყენებდა გენჯუცუს მის მიერ მოხმობილ ცხოველთან ერთად. ის ასევე ფლობდა მიწის, წყლის, ცეცხლის და ელვის გამოშვებას. როგორც ჰოზუკის კლანის წევრს, მას შეეძლო გამოეყენებინა წყლის პისტოლეტის ტექნიკა და ასევე შეეძლო თავისი თავის წყლად ქცევა, შემდეგ კი სასურველ ადგილას გაჩენა. მისი მოხმობის ჯუცუ იყო გიგანტური მოლუსკი, რომელთან ერთადაც ის იყენებდა ინის გამოშვების ტექნიკას და ქმნიდა აბსოლუტურ მირაჟს, რომლისგან თავის დახსნათ უმოგეწონათ ის დაალაიქეთ, გამოიწერეთ არხი და გააქტიურეთ ზარიძღილაკი, რომ არ გამოტოვოთ არხზე საინტერესო ვიდეოები. ასევე გამოხატეთ თქვენი აზრი